მოდით ახლა ვისაუბროთ კიდევ ერთ დამტკიცებაზე, პითაგორას თეორემის კიდევ ერთ დამტკიცებაზე და ისევ მართალია ერთხელ უკვე დავამტკიცე, მაგრამ სასურველი არის სხვა ტიპის დამტკიცებების ვისწავლოთ, ამიტომ დავიწყოთ სტანდარტულად, დავხაზოთ ჯერ მართკუთხა სამკუთხედი. რადგან პითაგორას დამტკიცებას ეხება ვიდეო, ცხადია მართკუთხა სამკუთხედიც იქნება გარეული. ეს იყოს ჩვენი ჰიპოტენუზა, C დავარქვათ. შემდეგ ეს ნაწილი იყოს ერთი გვერდი, ვცდილობ რომ რაც შეიძლება დავამსგავსო მართკუთხედს, ამიტომ ხაზავ ასე, ეს იყოს A, ეს იყოს გვერდი A, ხოლო ეს გვერდი იყოს გვერდი B. მთლად არ დამემთხვა, მაგრამ არა უშავს. A-ს შევაერთებ, ეს არის B, A-ს შევაერთოთ ცოტა უკეთ. ესე იგი ეს ნამდვილად არის მართკუთხა სამკუთხედი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვთქვათ რომ არის. ეს არის მართი კუთხე და მისი მოპირდაპირედ ცხადია იქნება ჰიპოტენუზა. ეს ყველაფერი ვიცით. ახლა მოდი ავდგეთ და ეს დახაზული სამკუთხედი 90 გრადუსით მოვაბრუნოთ საათის სიზრის მიმართულებით. ავდგეთ და მოვაბრუნოთ ასეთი მიმართულებით, ცხადია რა მოხდება პირველ რიგში ის რომ C ჰორიზონტალური მდგომარეობიდან გადავა ვერტიკალურ მდგომარეობაში. ჩვენი ჰიპოტენუზა ახლა იქნება ვერტიკალურად მიმართული. ეს არის დაახლოებით C-სტოლი ისევ. შემდეგ A-ც ცხადია თავისი წინამდებარეობის მიმართ 90 გრადუსით მოbrunდება. ეს იყოს ახლა A და B-ც შესაბამისად ისევ A-სა და C-ს შორის იქნება მოქცეული. ისიც ძველი მდგომარეობიდან 90 გრადუსით მოbrunდება, რაც ნაკლებად ჩანს, იმიტომ რომ რა წერტილის მიმართაც მომოbrunეთ ის წერტილი B-ს არ ეხება, მაგრამ არა უშავს. რომ დააგრძელოთ B ორივე ძველიც და ახალიც, ისინი გადაიკვეთებიან ისე რომ 90 გრადუსი იქნება მათ შორის. მოკლედ, A და C-ც ცხადია შევაერთოთ ისევ B-თი. ეს არის ჩვენი B გვერდი, რომელიც მოbrunდა 90 გრადუსით და ცხადია ისე 90 გრადუსი იქნება ამ ორ გვერდს შორის. არაფერი შეცვლილა, უბრალოდ სამკუთხედი მოვაბრუნეთ. მეტი არაფერი. ახლა ავდგეთ და ავაგოთ პარალელოგრამი. პარალელოგრამი ავაგოთ. ნახავთ როგორც ავაგებთ, მოკლედ ეს არის C არ დაგვავიწყდეს, მოდი თეთრად დავაწერ. ამ ორ სამკუთხედს შორის, ისე რომ ეს წერტილის მონაწილეობდეს, ავაგოთ პარალელოგრამი. აქ გავუშვათ კიდევ ერთი გვერდი, ეს იყოს C. ცხადია ისე C გვინდა რომ იყოს, თუ გვინდა რომ პარალელოგრამი გამოგვივიდეს. სიგრძე აქაც არის C და ახლა შევაერთოთ ეს ორი C ზემოთაც მონაკვეთით. ესე იგი ისევ გავავლოთ მონაკვეთი, რადგან ყვითელი ფერით ვაკეთებ, ალბათ უკვე ხვდებით რომ სიგრძე იგივე იქნება რაც A. მაგრამ მოდი მაინც ცოტა დავამტკიცოთ რატომა ასე. A-ც და ეს ყვითელი ზედა გვერდიც ორივე თუ დავუკვირდებით X ღერძის მიმართულებითაც და Y ღერძის მიმართულებითაც, ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც გადიან თანაბარ მანძილს. თან პარალელურები არიან, თან ერთმანეთის ტოლები არიან. თუ დავუკვირდებით ეს საკმაოდ კარგად ჩანს. შეგვიძლია სხვანაირად დავამტკიცოთ პრინციპში, რადგან ვიცით რომ ორივე გვერდი C არის, გვერდებზე ორივე არის ერთმანეთის პარალელური და ასე შემდეგ, მაშინ ეს ორი გვერდიც უნდა იყოს ერთმანეთის პარალელური, იმიტომ რომ ორივე შეერთებული არის C-ებთან, ზემოთ და ქვემოთ. მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო ამაზე, ეს ნამდვილად პარალელოგრამია და ახლა ეს პარალელოგრამი, მოდი ვიზუალიზაციისთვის უბრალოდ დავაწვინოთ, ისე რომ A-ზე იყოს, A იყოს ჰორიზონტალური, იყოს ფუძე ამ პარალელოგრამის და მაშინ სიმაღლე რა იქნება ვნახოთ. სიმაღლე თუ დავხაზეთ, რაც ცხადია ფუძესთან უნდა იყოს მართი კუთხის შემადგენელი, იგივე იქნება რაც A. მწვანედ რომ ვაფერადებ, ის მართლაც პირდაპირ წარმოადგენს ამ პარალელოგრამის სიმაღლეს და მართლაც A-სთან, ფუძესთან მართ კუთხეს ქმნის. ესე იგი, მივიღეთ, რომ ამ პარალელოგრამის სიმაღლე ტოლი ყოფილა მისი ფუძის სიგრძის. ესე იგი, A არის ამისი სიმაღლეც და სიგრძეც, მაშინ ფართობი ამისი იქნება A კვადრატი, ფუძეჯერ სიმაღლე. რადგან ფუძეც და სიმაღლეც ორივე არის A-ს ტოლი, ამ პარალელოგრამის ფართობი იქნება A კვადრატი. ახლა მოდი ავაგოთ მეორე პარალელოგრამი, ოღონდ ახლა დავუკავშიროთ ეს პარალელოგრამი C-ს და B-ს და არა A-ს და B-ს. მოვაბრუნოთ საათის სიზრის მიმართულებით, ჩვენი მართკუთხა სამკუთხედი, მაშინ C ამჯერად გადმოინაცვლებს აქეთ ამ მხარეს, C გადმოინაცვლებს ისე ვერტიკალური გახდება, ოღონ მარჯვნივ ამჯერად. შემდეგ B-ც შეიცვლის თავის მდებარეობას და თავისი ძველი მდებარეობის მიმართ 90 გრადუსით მოbrunდება. ესე იგი ეს იქნება მართი კუთხე. ოდნავ დავაგრძელოთ B. ეს იქნება ახალი B.
და b-ებს შორისაც იქნება მარტი კუთხე და იქნება ამათი შემაერთებელი. ესე იგი, მოვაბრუნეთ ახლა სამკუთხედი ოღონდ მეორე მხარეს. მეორე მხარეს მოვაბრუნეთ, გვაქვს a-ც და b-ც და ახლა კიდევ ერთი პარალელოგრამი ავაგოთ, ოღონდ ამჯერად, როგორც ვთქვით, c-სა და b-ს მონაწილეობით. აქ მარტი კუთხე გვაქვს, ეს უკვე ვიცით. და ანალოგიურად ახლა მივხედოთ მეორე პარალელოგრამს. ეს იქნება მეორე პარალელოგრამი. და მოდი ისევ, როგორც წინა შემთხვევაში მოვიქეცით, აღარ დავიმწყები მის მტკიცებას თუ რატომ არის ეს გვერდები პარალელური და ასე შემდეგ, ნამდვილად პარალელოგრამი გვაქვს, უბრალოდ ვნახოთ რა არის ამ პარალელოგრამის სიმაღლე. პარალელოგრამს ვერ ვამბობ კარგად აშკარად. ისევ მოვიქცეთ როგორც წინა შემთხვევაში, რა იქნება სიმაღლე ამ პარალელოგრამის და შემდეგ ამის ფართობი. ლოგიკურია რომ მსგავსი შედეგი უნდა მივიღოთ, მაგრამ მოდი ვიზუალიზაციისთვის მაინც დავხაზოთ კიდევ ერთხელ. ანუ ისევ დავხაზოთ ისე რომ ფუძე გამოვიდეს ამჯერად არა c გვერდი, ანუ b. წინა შემთხვევაში იყო a, ახლა იყოს b. ესე იგი დაახლოებით აქ იქნება მაშინ მეორე b. ესე იგი ფუძე გვაქვს b, შევერთოთ ესენი c-ებით. ეს იქნება ჩვენი პარალელოგრამი და რა იქნება სიმაღლე? უბრალოდ ისე უნდა გავავლოთ მართობი ფუძესთან. ფუძის მართობი. ეს იქნება სიმაღლე და თუ დაუკვირდებით, b ზუსტად წარმოადგენს ამ პარალელოგრამის სიმაღლეს. ანუ ზუსტად ამ სიმაღლის როლს თამაშობს ჩვენი მართკუთხა სამკუთხედის გვერდი b. ესე იგი, ამ შემთხვევაშიც მაშინ გამოდის, რომ თუ გვინდა ვიპოვოთ ამ ახალი პარალელოგრამის ფართობი, მისი ფუძე უნდა გავამრავლოთ მის სიმაღლეზე, რაც არის b კვადრატი. იმიტომ რომ ფუძეც და სიმაღლეც არის b. კარგი, ახლა ეს საინტერესო გახდა. როგორც ხედავთ, გვაქვს a კვადრატიანი და b კვადრატი, ანუ ფართობები არის a კვადრატი და b კვადრატი. მოდი დავაკოპირებ ამ მონაკვეთს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის. პრაქტიკულად ჩვენი ფინალური ნაბიჯისთვის ეს გვჭირდება. ვცდილობ კარგად დავაკოპირო. მოკლედ, ეს არის ჩვენი ბოლო ნაბიჯი. ცოტა ქვევით ჩავალ და ისე დავაკოპირებ, ესე ჯობს. და მოდი ცოტა ზედმეტ ნაწილსაც მოვშლი, რომ კარგად კონცენტრირდეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა ამ ნახაზში. რაც როგორც ხედავთ, ძალიან პატიოსნად მივიღეთ ყველანაირი წესის დაცვით. ისინი წავშალოთ ზედმეტი ნაწილები, მოდი. და ახლა მოდი დავაკვირდეთ კარგად. მოდი მეც ქვემოთაც წავშლი. ასე ჯობს. და ახლა დავაკვირდეთ. ვიცით რომ ქვედა სიგრძე იყო c. ახლა მოდი ამას დავხაზავ ზემოთ. ანუ ცხადია სიგრძე ამისიც იქნება c. მარტივია ეს პირდაპირ ჩანს გვერდები c არის, ქვემოთაც c არის, აშკარად გვაქვს აქ კვადრატი. ანუ თუ მარჯვენა და მარცხენა გვერდები ორივე c-ა და ქვედა გვერდიც არის c, მაშინ ზედა გვერდიც თავისთავად იქნება c სტოლი. თან მარტი კუთხეები არის, მით უმეტეს აშკარად ასე გამოდის. ახლა შევხედოთ ასეთ რამეს. ეს მთელი ფართობი არის a კვადრატს დამატებული b კვადრატი. ანუ მთელი აი ფიგურის ფართობი, რაც ახლა დავხაზეთ, არის ერთი პარალელოგრამის და მეორე პარალელოგრამის ფართობების ჯამი, მეტი არაფერი. და ახლა მოდი გადავაადგილოთ ეს ფიგურა, უბრალოდ შევცვალოთ ფიგურის ნაწილები ისე, რომ ეს ფართობი გამოვსახოთ c-ით. ეს არის ჩვენი მისია ახლა აქ. ამისთვის მოდი გავაკეთოთ ასეთი რაღაც. გავავლოთ აქ ხაზი, ანუ შევერთოთ ეს ორი წერტილი. ვიცით რომ ამისი სიგრძე იქნება ნამდვილად c. ამისი სიგრძე ნამდვილად იქნება c. და ახლა გავაკეთოთ ასეთი რაღაც. აი აქ ჩანს რომ c არის, ამიტომ ზემოთაც ცხადია c იქნება. ახლა გავაკეთოთ ასეთი რაღაც. ჩვენი ზედა სამკუთხედი, აი ზემოთ ხომ მივიღეთ ჩვენი მართკუთხა სამკუთხედი. უბრალოდ ავიღოთ და გადმოვიტანოთ ქვემოთ. ანუ უბრალოდ მოვაშოროთ ზედა ნაწილს და შევუერთოთ ქვემოდან. ცხადია, ამით არაფერს არ დავარღვევთ, ფართობი ისევ შენარჩუნდება, ისევ გვექნება a კვადრატს პლუს b კვადრატი ფართობად. უბრალოდ ნაწილს ვჭრით და სხვა მხრიდან ვაწებებთ. ესე იგი, მოდი ამოვჭრათ ეს ნაწილი და ახლა შევაერთოთ აი აქ. მშვენიერი. ესე იგი, მივიღეთ ასეთი ფიგურა, ცოტა ცუდად მოვჭერი, აქ c უნდა იყოს ისევ. მივიღეთ ასეთი ფიგურა, რომელსაც ცხადია, 4 გვერდი აქვს c და მთელი ფართობი ისევ და ისევ არის a კვადრატს პლუს b კვადრატი. იმიტომ რომ უბრალოდ მოვჭერით და სხვა მხრიდან მივაწებეთ ნაწილი, ანუ ფართობი არ შეგვიცვლია. ესე იგი, გამოგდის რომ გვაქვს a კვადრატს პლუს b კვადრატი ფართობი, აი როგორც ხედავთ აი აქ a კვადრატის ნაწილი და b კვადრატის ნაწილი სხვადასხვაფრად არის შეღებილი, მაგრამ c-ით როგორ გამოვსახოთ ეს? ეს არის კვადრატი, რომელსაც გვერდი აქვს c სტოლი. და თუ გვინდა კვადრატის ფართობი გავიგოთ, რა უნდა ვქნათ? c გავამრავლოთ თავის თავზე. ესე იგი, ამის ფართობი ყოფილა ასევე c კვადრატის სტოლი. და ასე მარტივად მივიღეთ,
რომ a კვადრატს დამატებული b კვადრატი თურმე უდრის c კვადრატს.